ეხლა დღეს რაღაც ახალ თემაზე გადავდივართ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ესე იგი პირველი ეტაპი იყო, როდესაც ადამიანი სამოთხეში როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და სამოთხეში როგორ ნეტარებდა ადამი და ევა, მაგრამ თავისი უგუნური ქმედებით ადამიანმა დაარღვია უფლის მცნება და დაიკარგა ეს საოცარი ჰარმონია ღმერთთან ყოფობის და სამოთხიდან ადამიანი მოხდა დედამიწაზე. მერე როგორ იტანჯებოდა კაცთა მოდგმა, იმიტომ რომ თავისით ადამიანმა სამოთხე ვერ დაიბრუნა. და აი მეორე ეტაპი ჩვენთვის არის სწავლების უკვე, რომ როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი, რომ მან ვერ აიტანა ადამიანი როგორ იტანჯებოდა ბოროტის ხელში. მან ვერ ესე იგი იმდენად შეიყვარა ღმერთმა ადამიანი, რომ არ დაუშვა, რომ ჯოჯოხეთში მარადიულ ტანჯვაში ყოფილიყო ადამიანი და გადაწყვიტა როგორღაც რამენაირად გადაერჩინა კაცთა მოდგმა. და იცით თქვენ, რომ ღმერთი იქცა ადამიანად. და ადამიანის ყველა ცოდვა იესო ქრისტემ ჯვარზე თვითონ იტკივილა. იესო ქრისტე ჩვენს გამოსახსნელად თავგანწირული სიყვარულით დაასრულებს თავის მიწიერ სიცოცხლეს ჯვარზე, ჩადის ჯოჯოხეთში და გამოიხსნის ყველა მართალ სულებს და მესამე დღეს თავის გარდაცვლის სხეულს აღადგეს. და ეს არის ქრისტეს აღდგომა და ამით დაამტკიცა, რომ თქვენც ასე აღადგეთ. და მთელი 40 დღე ვიცით ჩვენ ის ეცხადებოდა მოციქულებს და განამტკიცებდა რწმენაში, რომ ეს კი არ მოგესიზმრად, ეს არარეალური კი არ არის, მე მართლა თქვენი გულისთვის მოვკვდი ჯვარზე და მართლა აღვადგინე ჩემი მკვდარი სხეული, რომ დაერწმუნებინა კაცთა მოდგმა. და ბოლოს 40 დღეს ამაღლდა ზეცაში, ანუ საიდანაც მოვიდა, დაუბრუნდა იმ ადგილს და ასეთი პირობა დაუდო, რომ 51 დღეს მოდითო, ესე იგი შეიკრიბეთ ერთათო, წილი ყარეთო, ვის რომელი ქვეყანა შეხვდება საქადაგებლად, წადით და რაც მე გასწავლეთ, თქვენც ასწავლეთ. იცით თქვენ, რომ ამ დღეს გადმოვიდა კიდე სულიწმინდის მადლი და მოციქულები ერთ წამში ამეტყველდნენ იმ ენაზე, რომელი ქვეყნებით შეხვდათ საქადაგებლად. ახლა ზუსტად აქედან უნდა გავაგრძელოთ გაკვეთილი. როდესაც შემოძვირფასებო მოციქულები გადაწყვიტეს, რომ ესე ის ქუდში ჩაყარეს, ხო? ჩაყარეს ქვეყნები, რომელი ქვეყანა ამოიღოთ, უცბად მათთან ერთად გაჩნდა დედა ღვთისმშობელი. დედა ღვთისმშობელი მოციქული არ იყო, იცით თქვენ, აღმატებული იყო მოციქულებზე და ამიტომ იესო ქრისტეს ეს აზრი არც გაჩენია, რომ თავისი დედისთვის, აღმატებული მოციქულებზე დედისთვის დაევალებინა, რომ რომელიმე ქვეყანას შენ მიმიხედევ. ის იმდენად აღმატებული იყო მოციქულებზე, რომ ასეთი აზრი არც მოციქულებს გაჩენია და არც რა თქმა უნდა იესო ქრისტეს. მაგრამ იესო ქრისტეს დედამ ღვთისმშობელმა თქვა, რომ მოიტა ერთი ქვეყანაო, მეც მომინდაო, რომ მეც მოუარო. ისე მოულიო, როგორც იესოს უთხრა, როგორც მუცელში რომ ყავდიო და გივლიდიო, ამ პატარა რო იყავიო და გივლიდი და ოიცით დედა როგორც სული შვილს, რომ ცივნიავს არ აკარებსო, ხო ესეთი გამოთქმა, მთელი ყურადღება შვილისკენა. აი ასე მოული ჩემს, რომ იმ ერთ ქვეყანასო, რომელიც ჩემ ხდებაო. ხო და მერე მოციქულებმა ასე გადაწყვიტეს, რომ მოდიო ჯერ უთხრეს, შენო ისეთი წმინდა და დიდი ხარო, რომ რადგინდაო შენო წილისყრაში მონაწილეობა, შენ რომელ ქვეყანასაც ხელს დაადებ, შენი იყოს. შენ გადაწყვიტე. მაგრამ ღვთისმშობელმა იცით რა უთხრა?
მე არ მინდა რომ ჩემი გემოვნებით და ჩემი იმით გადასწრეს რომ მე მირჩევნია რომ მორჩილი ვიყო ზეცის გადაწყვეტილების ანუ უფალს დავემორჩილო უფალმა გადაწყვიტოსო რომელი ქვეყანა შემხდებაო და აი ეს რატო დავდე ეს ბუდი აქ იყო ჩაყრილი ესე იგი ფურცელზე დაწერილი თანაბარი ფურცლებზე ყველა ქვეყნები დაწერეს და ამრგვალეს და ასე ქაღალდები ჩაყარეს აქ და მე მოციქულებმა თქვეს რომ მოდი მაშინო ყველა ქვეყანას მოუნდებაო რომ ღვთისმშობლის წილხვედრი იყოსო და მაშინო მოდი პირველიო დედიო შენა მოიღეო რომ მე არა თქვას რომელიმე ქვეყანამ რომ მე რატო არ მომეცი შანსი იქნება ღვთისმშობლის წილხვედრი მე გავხდებოდი ამიტომ ყველა ქვეყანა ამ ფუძში ყრია დედა ღვთისმშობელმა ჩაყო თავისი და ამოვიდა საქართველო ეს თქვენ იცით ჩემო პატარები ახლა ასე წერია ესე იგი გადმოცემებში რომ წესით ყველამ დაიწყო სამზადისი რომ წამოსულიყო იმ ქვეყანაში საქადაგებლად რომელი ქვეყანაც ერგო ღვთისმშობელის დაიწყო ღვთისმშობელმა სამზადისი რომ წამოსულიყო საქართველოში მაგრამ უცბად მოიწინა ბავშვი გამოეცხადა მას თავისი შვილი იესო ქრისტე ღმერთი და უთხრა დედიო რატომ მოგიწყენიაო მე ვერ ვიტან შენს მოწყენილობას იმიტომ შვილო რომ მეო შენს გარეშე ვერ ავძლებო მე ხო შვიმკვდარი დედა ვარო მე ხო ჩემი თვალით ვნახე ჩემ შვილს როგორ აწამებდნენ ჯვარზე როგორ ამცირებდნენ რამხელად ივილები გამოიარაო და რა ვქნაო ვეღარ ვძლებო აი წუთი სოფელშიო ჩემთვისო ძალიან ძნელიაო და თუ შეგიძლია შემისულეთ ხონა და შენთან წამიყვანე ზეცაში აღარ მინდაო წუთი სოფლის ცხოვრებაო კარგიო შეკვირდა მოკლე დროში გაქიფა ეხლა წესით ხო უნდა ხასიათზე მოსულიყო ღვთისმშობელი მაგრამ გავიდა რამოდენიმე დღე და ისევ მოწყენილი ისევ გამოეცხადა იესო ქრისტე და უთხრა რომ ხომ გითხარი დედიო რამოდენიმე დღეში გავიყვანო და რაღაცე ხარო მოწყენილი იმიტომ ჩემო საყვარელო რომ ჩემ წილხვედრ საქართველოში ვერ ვასწრებ წასვლას ამაზე უწუხარ გმიწერა მე ამით შევედით ხო და მაგაზეო ბარბარე ყურადღებით საყვარელო ხმა გაუთიშე თორე ხელი გვეშლი ხო და იცით რა მოხდა მეო ჩემო საყვარელო უთხრა მოდიო აი რა გააკეთეო აი რა ფიცარიო თარიელი უბრალო ფიცარი დიდი აი ამ ზომის ასეთი ზომის ზე შენი სახეზე მიიდეო და შენი ლოცვითო ამ ფიცარზე შენი სახე გადმოვაო აი როცა ადამიანი ხელით დახატავს ის არის ესე იგი ხელით შექმნილი ხატი მაგრამ როცა ადამიანი ხელით არ დახატავს და სასწაულებრივი ძალით თაებრივი ძალით გამოისახება თქვა შუშაზე გამოისახება თქვა ტილოზე გამოისახება ფიცარზე წმინდანის ხატი ეს ნიშნავს რომ ის არის ხელთუქმნელი ხატი ანუ ხელით არ არის შექმნილი ესე იგი სასწაულებრივი ძალით ხელთუქმნელი ხატი ნიშნავს რომ ზეციური ძალა ჩაერია აქ და ასე გამოისახება შენი ხატიო და ეს ხატი საქართველოში შენ წილხვედრ საქართველოში გაატანე ანდრია პირველ წოდებულს თან იცით რა უთხრა მეო ისეთ კურთხევას ვაძლევ ამ ხატსო რომ სანამ ეს ხატი იქნება შენ წილხვედრ ივერიაში საქართველოშიო მანამდე ბოროტი თავის ტახტს ვერ დაიდგამ საქართველოში ანუ ანტიქრისტე ვერ დაიმორჩილებს შენს ქვეყანას ისეთი დიდი ძალა ექნება ამ ხატს და მართლაც ჩემო თვითფასებამ ჩვენმა საყვარელმა დედიკომ აიღო ეს ფიცარი სახეზე მიიდო მისი სახე გადავიდა ზედ გამოაგზავნა ანდრია პირველ წოდებული და ანდრია პირველ წოდებული შემოდის საქადაგებლად საქართველოში ამ ხატთან ერთად
პირველი როგორც ისტორიაში წერია, დიდ აჭარაში შემოვიდაო, ანუ აჭარის მაღალმთიანი კუთხეა ეს. აი ბათუმი ხო გაგიგია თქვენ? ბათუმი არის აჭარის ზღვისპირა დედაქალაქი აჭარის და ჩვენ რაც თქვით, დიდ აჭარა. დიდ აჭარა არის იქ მაღალი მთებია. ძალიან ლამაზი, აი მე თუ რამე მინახავ საქართველოში, მინდა ვთქვა, რომ რაც მინახავს, ყველაზე ლამაზი ალბათ ჩემთვის ზემო აჭარა. ისეთი ლამაზი დახატული კუთხეა და მე პირობას გაძლევ, რომ სამშობლო ცოდნეობის ბავშვებს აუცილებლად ერთ ბანაკს მოგიწყობთ ზემო აჭარაში. აუცილებლად. იმიტომ რომ ეს არის ულამაზესი და უდიადესი კუთხე საქართველოს. ახლა მართლაც ანდრია პირველწოდებული წამოვიდა ამ ხატთან ერთად ზემო აჭარიდან დაიწყო მოგზაურობა და მე როგორც ვიცით, სხვადასხვა კუთხეშიც გაავრცელა ქრისტიანობა. ეხლა სხვათაშორის წერია, რომ ზემო აჭარაში პირველი ჯვარი დასვა, პირველი ეკლესია ააშენა, პირველად მონათლა ქართველები მართლმადიდებლურად, ქრისტიანულად, ასევე დაასხა ხელი მოძღვრებს და ასე დაიწყო აჭარაში პირველი მღვდელმსახურება. და იქიდან ის გადავიდა მესხეთში. მესხეთი თუ გაგიგიათ ახალციხე, აი მთავარი ქალაქი მესხეთის კუთხის არის ახალციხე და ახალციხედან თბილისიდან თუ წავალთ არმისული ახალციხეში არის ერთი ძალიან დიდი უზარმაზარი ციხე და ძველი დასახლება, რომელსაც აწყურის ციხე ქვია. და აი იქ შემოვიდა აწყურში ანდრია პირველწოდებული ამ სასწauლებრივი ხატით. და ამ დროს ამ აწყურის მხარეს ხალი მართავდა იქაურობას. ამ ქალს სამძივარი ერქვა სახელად. ხო და ამ სამძივარმა თქვა, რომ მე ვერავის ვერ მივიღებო, იმიტომ რომ გლოვის დღეები გვაქვს აქო აწყურშიო. და რო გაიგო, რომ ანდრია მოდიოდა და ახალ სარწმუნოებას გადაგებდა ქრისტიანობას, სამძიმარმა უთხრა, რომ მე ვერ მივიღებო და დატოვონო ეს მხარეო რა. და ანდრიამ დაინტერესდა, რატო რა მოხდა მასეთი. რა მოხდაო და ერთადერთი შვილი გარდაეცვალაო ამ კუთხის მმართველს, სამძივარს. კარგი თუ ჩვენ კი დავტოვებთ, თუ ანდრიამ უთხრა, მაგრამ გადაეცით სამძივარსო, რომ ჩვენ ისეთ დედოფალს მოვაბრძანებთო ხატზე, რომელსაც შეუძლია მიცვალებულის გაცოცხლებაო. და თუ ისურვებს, მოგმართეთ და ჩვენ ესე იგი გავაცოცხლებთ და თვითონ მოდიან და რა თქმა უნდა სამძივარმა ეს რომ დაიგო, გააგზავნა ხალხი და დიდი თხოვნითა და ვედრებით თხოვეს, რომ მოსულიყვნენ იქ, სადაც ის პატარა ბიჭი იყო გარდაცვლილი. ასე წერია ისტორიაში, რომ ესე იგი მიიტანა ხატიო და მიცვალებული ხო იწვა ბავშვებო და ზედო შუბლის შუბლზე მიადო ხატო და დაიწყო ლოცვა. დაიწყო ლოცვა და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ გამტენისას, როცა ხალხს ზოგს ჩაეძინა, ზოგმა დატოვა იქაურობა, ზოგ რაღაცა, გამთენისას იძრა მიწა და მიცვალებული გაცოცხლა. არ მოიდგინეთ იქ რა მოხდებოდა. ესე იგი ეს მესხები, ქართველები გამცვიფრდნენ სიხარულით. რა თქმა უნდა, აღარ უშვებდნენ ანდრიას და მასთან ყოფ ესე იგი მეგობრებს და ქართულად უმასპინძლებოდნენ. მოუტანეს კარგი ღვინო, კარგი საჭმელები დაუმზადეს და დიდი სიტყვოთი და სიყვარულით მადლიერებით ლოცავდნენ, მადლობას გამოთქვავდნენ და ბოლო-ბოლო ანდრიამ უთხრა, რომ არაო, ჩვენო ამდენი ხანი ვერ გავჩერდებითო, იმიტომ რომ ჩვენ სხვა კუთხეშიც უნდა გადავიდეთ საქადაგებლად. კარგით, დილითო გაგიშვებთო, მაგრამ ერთი პირობით უთხრეს ქართველები. თქვენ ხო თქვითო, რომ
თქვენი ფარველი დედა ღვთისმშობელიაო და წილად საქართველოს ღვთისმშობელს ხვდაო. კი ბატონო მართალიაო ანდრიო, მაშინო ჩვენ ეს ხატი ჩვენი ყოფილაო ღვთისმშობელი და ისე შეგვიყვარდაო ეს გარდაცვლილი რომ გაგვიცოცხლაო რომ ჩვენ ამ ხატს ვეღარ გადატანთ, ეს ჩვენთან უნდა დარჩეს. არ შეგვიძლიაო მაგ ხატის გარეშეო ჩვენო ვერ ვიარსებებ. აი მე ჩავარდა ეხლა განსასწრებში ანდრია რა გააკეთოს, არც უნდა რომ გული დაწვიტოს ამ ქართველებს, იმიტომ რომ ღვთისმშობლის მიმართ ასეთი ძალულება და სიყვარული და ასეთი ესე იგი სითბო რომ გამოხატეს და თან კაცო ურთხევა აქვს რომ ღვთისმშობლის ხატით უნდა იაროს და რა გააკეთოს, ვეღარ მოუხერხა და ასეთი აზრი მოუვიდა. აიღო დაამზადებინა ისეთივე მეორე ფიცარი და გულზე, აი ზეპირზე მიადო ამ ღვთისმშობლის ხატს. ილოცა ბევრი და გამთენისას ისევ იძრა მიწა და რომ ესე იგი განაშორეს ხატები ერთმანეთს, ორი ერთნაირი ხატი აღმოჩნდა. ორივე აი ისე რომ ვერც გაარკვევდი რომელი. ისტორიაში ასე წერია რომ ერთი ხატი დაუტოვა მესხებს აწყურში, ერთი ხატი კი თავად წააბრძანაო. ეხლა მესხებმა ღვთისმშობლისადმი დიდი ძალულებითა და პატივისცემით აწყურში დიდი უზარმაზარი ტაძარი ააშენეს. იცით, სანამ სამება აშენდებოდა, ჩემო თვითფასებო, მე ისტორიის წიგნში, აი სადაც არქიტექტურას ასწავლიან და სადაც მიმოხილვაა ტაძრების ესე იგი განხილვის, ტაძართა ესე იგი არქიტექტურული განხილვის. ასეთი რამ მაქვს წაკითხული, რომ საქართველოშიო ყველაზე დიდი ფართის მქონე ტაძარი არისო აწყურის ღვთისმშობელი. ესე იგი სვეტი ცხოველზე დიდი ყოფილა, თუ ჩვენ ესე იგი სიგრძე სიგანით სვეტი ცხოველი დიდია, მაგრამ გონის სიმაღლე ქონია მეტი. ანუ სიგრძე, სიმაღლე და სიგანე რო გადამრავლდესო, აი ამის ფართი აწყურის ღვთისმშობელს სვეტი ცხოველზე მეტი გამორთისო, მაგრამ წლების განმავლობაში და 10 წლეულებისა და 100 წლეულების განმავლობაში აწყურის ღვთისმშობელი იყო დანგრეული ეს ტაძარი. დიდი მიწისძვრის შედეგად ოღონდ რა მოხდა, იცით, დიდი სასწაული? ტაძარი რო დაინგრა, დაუწყეს ხატს ძებნა. ეგონეთ რომ ქვევით მოყვებოდა მიწაშიო. და იცით რა საოცარი რამ მოხდა? მთელი ტაძარი იყო დანგრეული და ხატი გადარჩენილი. აი ქუდივით ეფარა გარედან. აი ესე გადარჩა ხატი. მიხვდნენ რომ ეს დიდი სასწაული მოხმედი ხატია, მინდა სიყვარულით, სიხარულით გითხრათ, ორი მაგარი ამბავი მაქვს თქვენთვის. პირველი ის, რომ ეს აწყურის ღვთისმშობელი, რომელზეც ქრისტემ თქვა, რომ სანამ ეს ხატი გექნებათ, ანტიქრისტე ანუ ეშმაკი ვერ დაიდგა თქვენ ქვეყანაშიო, დააღწო დღესაც საქართველოში. ის იმყოფება თბილისში, ხელოვნების მუზეუმში და სასურველია ერთი დღე დაუთქვათ, წაგიყვანოთ და გაჩვენოთ იქ კიდევ სხვა მრავალი ასეთი დია. ეს ყველაზე გამორჩეული და სხვა კიდევ მრავალი ასეთი დიადი საგანძურია ჩვენი ერისა და ჩვენი სამშობლოსი და მეორე მაგარი ამბავი. ბავშვებო, ეს უზარმაზარი ტაძარი მე რო ვნახე, ესე იგი მხოლოდ რამოდენიმე კედელიღა იყო შერჩენილი. მხოლოდ რამოდენიმე. ალბათ მთელი ტაძრის 2%-იც არ იყო კედლები გადარჩენილი. და ეხლა ბოლოს რომ მე მესხეთში ვიმყოფებოდი, მოვიკითხე იმიტომ რომ დაახლოებით 10 წლის წინ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც დაპირდა რომ მე ამას სპონსორობას გაუწევ და აღვადგენ ამ ტაძარს, რომ მე მაშინ მესხეთში დავდიოდი და იქ სამშობლოს მცოდნეობას ვასწავლი ერთ-ერთ სკოლაში, ახალციხის მეხუთე სკოლაში. ოდამ მაშინ დაიწყო რაღაცა პატარა რეკონსტრუქციები, ოღონდ გაჩნდა ეს მშენებლობა. და ეხლა რომ ჩავედი, გამოჩნდა ისეო,
ამის დამხმარე ადამიანიო და უკვე ფეხზე და ტაძარიო და მეგობრებმა წამიყვანეს აწყურის ტაძარში, ჩემი თვალით ვნახე უკვე მთლიანად ფეხზე და პატარ-პატარა სამუშაოები დასამთავრებელი ანუ რამოდენიმე ხანში რომ დასრულდება და გაიხსნება საზეიმოდ, უკვე ისეთ მდგომარეობაშია და აუცილებლად მე პირობას აძლევთ, რომ მოდი დასრულდეს ვარემ და იქ ამ ციხეზეც უნდა მივიდეთ, აწყურის ციხეზე და აუცილებლად აწყურის ტაძარიც უნდა მოვილოცოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ჩვენი რო იტყვიან მართლმადიდებლური ისტორიის სათავეებთან არის ეს ადგილი და უკავშირდება ძალიან დიდ ღვთაებრივ თანადგომას საქართველოსადმი. მერე ანდრია პირველ წოდებულმა, რა თქმა უნდა, გააგრძელა სხვა კუთხეებში ქადაგება, სხვა ქვეყნებში ქადაგება, საქართველოში მეორეთად შემოვიდა სიმონ კანანელთან ერთად. სიმონ კანანელი ბავშვებო ის მოციქულია, რომლის ქორწინებაშიც პირველი სასწაული მოახდინა იესო ქრისტემ. სიმონ კანანელის ქორწილი იყო, ჯერ სასწაულები ქრისტეს არ ჰქონდა მოხდენილი და შუა ქორწილში ღვინო გათავდა. აბა თამა დაიძახის, ღვინო არ არის უფრაზე, ღვინო არ არის იძახის. არა აქ და რას მოუტანი? ხოდა ღვთისმშობელი თურმე ძალიან ახლო ნათესავი ყოფილა სიძის, სიმონ კანანელის. ხოდა ნათესავებმა ხო იციან ხოლმე ფუსფუსი ერთად მარანში შეიტრიბებიან და აბა რა საჭმელი მივართვათ, იქ სტუმრებს ყურადღება როგორ მივაქციოთ და ასე შემდეგ. ღვთისმშობელიც მივიდა და გაიგო ასე რომ ღვინო გათავდა. აღარც ბავშვებო ღვინო აქვს და აღარც ფული რო იყიდო. უცბად სად იყიდიან ამდენ ღვინო? ქვევრში კიდე გათავდა ღვინო. ხოდა რომ არაფერი სხვა გამოსავალი არ არის და სიძე ძალიან ნერვიულობდა და მასპინძელი ხალხი, დედა ღვთისმშობელი ჩუმად წამოვიდა იქიდან, მოვიდა და ქრისტეს ყურში უჩურჩულა, რომ ღვინო გამოელიათ. ქრისტე მოულოდნელ სიტყვებს ამბობს, რატომ მეუბნები დედაკაცო ამ სიტყვას? ჯერ ჩემი ჯერი არ დამდგარაო, ანუ მე რო სასწაული აღვასრულო, ანუ იესო ქრისტე ზეციდან რა კურთხევას იყო იმას აღასრულებს, მორჩილი იყო თავისი მამის. ამიტომ ჯერ კურთხევა არ არისო ამისიო და მაგრამ ცოტა ხანში ვერ გაჩერდა, იმდენად ძალიან უყვარს თავისი დედა, რომ დედა რო განისტიდა და ნერვიულობდა, რომ ღვინო არ აქონდა მასპინძელს. ქრისტემ ვერ მოისმინა ადგილზე, ავიდა და მივიდა მარანში და უთხრა, რომ გაავსეთ ეს ქვევრი წყლით. ხალხმა იფიქრა, წყალი რო გდომებოდაო, წყლის მეტი რა არისო, წყალს ხო არ მიუტანთ ხალხსო. მაგრამ დაემორჩილენ და მოაქვთ ვედრები წყალი, ასხავენ და ქვევრი გაავსეს წყლით, დააფარეს საკველი და ქრისტემ ასე ბრძანა. ამოიღეთ ეგე ღვინო და მიართვით ყურის უფალს. და როგორც თქვა, ამოიღეთ ღვინო, იქ ხო წყალი იყო, მაგრამ რო თქვა, ამოიღეთ ღვინო, იმ სიტყვის თქმისთანავე წყალი გადაიქცა ღვინოს. და რო გადახადეს ბავშვებო, ისეთი სუნი ამოვარდაო ღვინისო, რომ აი მართა ასამიძეც კი მორბოდა, რომ გამასინჯეთ ეს ღვინო, რა მაგარი ღვინოაო. იქიდან ნინო თათარიშვილი გამოვარდა ახაშენიდან, მეც გამასინჯეთო. პატარა ბავშვები, გოგოები ხო არ ასმავენ ღვინოს, მაგრამ ისეთი სუნი იყო, რომ ბავშვები, ქალები ყველა იძახდნენ, გაგვასინჯეთ თუ შეიძლება, რა ღვინოა, რა ღვინო. ეხლა ხალმაო, რომ გასინჯა ეს ღვინო, ოიძახდა, ღვინო არ არის, ერთი 10 ჯერ დაიძახა კაცმა. არა და კაი სადღეგრძელო მოიფიქრა რაღაც. უღვინო ხო არ იყოს. მოუტანეს ეს ღვინო. თქვა სადღეგრძელო და ალია და გავგიჟდა კაცი. ვარო. კაცო ასეთი რამე გამიგიაო, რომ ჯერო კარგი ღვინო მიიტანეო. დაათრო ხალხიო და მერე ცოტა მჟავე ღვინოც რო შეურიო, ვეღარ გაიგებენო. თრალი ხალხი ესეთი რამე გამიგიაო. მაგრამ
შერო ცუდი ღვინო მოიტანო და მე კარგი ღვინო, ესეთი რამე პირველად, ეს ისეთი კაი ღვინოა, ესეთი ღვინო მე არ დამულები. და მართლაც როგორ დალებდა, იმიტომ რომ ის იყო ღმერთის ნაკუთხი, რომელმაც უფალმა წყლისგან, ესე იგი წყალი გადააქცია ღვინოს. შემოდი ვიფასებო აი სიმონ კანანელიც ანდრიასთან ერთად საქართველოში იქადაგა და მესამე მოციქული, რომელიც ასევე საქართველოშია ნაქადაგები, ეს არის მატათა მოციქული. მინდა გითხრათ, რომ სიმონ კანანელის და მატათა მოციქულის საფლავი დღესაც საქართველოშია. ეს ყველაზე დიდი მტკიცებაა იმისა, რომ ისინი საქართველოში მოღვაწეობდნენ. ცნობისთვის გეტყვით, რომ სიმონ კანანელის საფლავი არის დღევანდელ აფხაზეთში, რომელიც ამ წუთას ეს ტერიტორიები დაკარგული გვაქვს, მაგრამ ის ჩვენი ტერიტორია, აუცილებლად ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორია. მით უმეტეს, როცა იქ არის მოციქულის საფლავი, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და ძირითადი. და მეორე მატათა მოციქულის საფლავი ბათუმთან ახლოს არის ბონიოს ციხე. ბონიო ქვია დასახლებას. და დიდი ციხეა, უზარმაზარი, მსოფლიო მნიშვნელობის. ასე ამბობენ, რომ სულ დედამიწის ზურგზე თავისი მასშტაბით მეორე არის. მთელს დედამიწის ზურგზე. ისეთი ბონიოს ციხე და მის ადგილმდებარეობა არ იციან შიგნით. თუმცა იციან ისტორიულ წყაროებში, რომ ბონიოს ციხეში არის დაკრძალული მატათა მოციქული. იქ რა თქმა უნდა გათხრები მიმდინარეობს, მაგრამ მხოლოდ პატარა ფართზე ის არის უზარმაზარი დიდი ტერიტორია და ალბათ მოვა დრო, როდესაც დიდი სრულყოფილი გათხრები ჩატარდება და ჩვენ ყველა ერთად ვიპოვით მატათა მოციქულის საფლავს. მანამდე კი მეუფე დიმიტრის ადგილობრივი ეპისკოპოსის მიტროპოლიტის ლოცვას ურთხევით სიმბოლურად ერთ-ერთ ადგილას აღმართულია ჯვარი და წარწერაა, რომ აქ განისვენებს მატათა მოციქული. ეს არის სიმბოლური, ანუ ზუსტად იმ ადგილას კი არ არის, მაგრამ ბონიოს ციხეში როა დაკრძალული ეს მოციქული მატათა, სხვათა შორის მატათა იცით რომელი მოციქულია? იუდამ ხო გაყიდა ღმერთი და იუდას ნაცვლად მე-12 მოციქული დაამატეს. აი მატათა დაამატეს იუდას ნაცვლად. მე პატრიარქის ქადაგებიდან მაქვს შემოდი ვიფასებო მოსმენილი, რომ ამ სამი მოციქულის გარდა საქართველოში კიდევ ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდნენ თადეოზი, მეუფე თადეოზი და მეუფე ბართლომე. ანუ ეს ორი მოციქული. ანუ პატრიარქის ქადაგებაში არის 5 მოციქულს აქვს ნაქადაგები საქართველოში. მე კი გეტყვით, რომ მარტო ერთი ანდრიასი, რომ იქადაგა საქართველოში საკმარისია, რომ საქართველოს ეკლესია იყოს დამოუკიდებელი, ესე იგი სამოციქულო სახელი, აი ნახეთ, სამოციქულო ნიშნავს, რომ მოციქულმა უნდა იქადაგოს. თუ მოციქულმა არ იქადაგა ერთ-ერთმა შენს ქვეყანაში, შენ არ შეგიძლია, რომ ცალკე დამოუკიდებელი ეკლესია გქონდეს. აი ჩვენ იმიტომ არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი, რომ ჩვენთან მოციქულს აქვს და წყაროებში ეს წერია, რომ ანდრია პირველწოდებული როგორ შემოვიდა და მეტი 5 ვარიანტი არის. მე სხვათა შორის სხვა წყაროების ინფორმაციასაც მოგახსენებთ, მაგალითად სლავურ წყაროში წერია, რომ საქართველოში ასევე იქადაგა თომა მოციქულმა და დასტურად ამისა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა. აი ჩვენთვის უდიდესი სიწმინდე. ესეც ალბათ ერთ-ერთი დასტური, აბა საიდან არის ჩვენთან, თუ ესე იგი არ ქონდა თომა მოციქულს რაიმე კავშირი. მოკლედ არის სხვადასხვა ვერსიები კიდე, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე განსაკუთრებული, ყველაზე აღმატებული ჩვენთვის არის ანდრია პირველწოდებული. ეხლა რატო ქვია პირველწოდებული? იმიტომ რომ სულ პირველად ქრისტემ მას მოუწოდა, რომ წამოდი ჩემთან და გამომყევი მეო და შენო ეხლა თუ თევზის, ესე იგი მეთევზე ხარო, ნებადური ხარო,
მე ადამიანთა მებადურად გაქცევ, ანუ ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებ. აი, და მე მინდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რომ იყო დრო, როდესაც საქართველოში არავინ აღარ საუბრობდა ანდრიაზე და აღარც კი იცოდა ქართველმა ხალხმა და ჩვენ ვინაიდან ამოიღეს ეს ჩვენი სწავლებიდან, ქართლის ცხოვრებიდანაც ამოშალეს მოციქულთა ცხოვრება, რომ ქართველებისთვის წაერთმიათ ავტოკეფალი. ავტოკეფალი არის დამოუკიდებლობა ეკლესიის. ეს რუსეთმა რო დაიბრიყვა საქართველო და წაგვართვა ჩვენ თავისუფლება, აი მაშინ მოახერხეს ეს და ჩვენ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია წაართვეს. და მე დიდი ძალისხმევა დაჭირდა და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჩვენი უწმიდესი პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით მოხდა აღიარება მსოფლიო ეკლესიის, რომ ჩვენ აღვიდგა ავტოკეფალური დამოუკიდებელი ეკლესია 1990 წელს სხვადასხვა მსოფლიო საპატრიარქომ ისევ საქართველოს ავტოკეფალიას დაუჭირა მხარი და ესე იგი ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ავტოკეფალი, ანუ ეკლესიის დამოუკიდებლობა. ეგრე რომ ჩვენთვის განუზომელია ანდრია პირველწოდებულის ღვაწლი. აი პირველ წოდებულიც ამიტომ თქვია, რომ სულ პირველად ანდრიას მოუწოდა. ანდრიასმა იყო ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობი პეტრე მოციქული. ანდრიამ წაიყვანა პეტრე ქრისტესთან. და გეტყვით, რომ ასევე ჩვენი პატრიარქის ძალისხმევით, მისი უშუალო წინამძღოლობით 12 მაისი საქართველოში გამოცხადდა ანდრიაობა. ანუ ანდრია პირველწოდებულის დღე არის და ეს დღე დასვენების დღე, იმიტომ თქვენ ორშაბათს იმიტომ არ სწავლობ, რომ ორშაბათს აუცილებლად ყველა უნდა წავიდეთ ტაძარში, თუ წირვალოცა სადმე ახლო აღესრულება და აი ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ ჩვენთან მოციქული ჩამოვიდა და ეს არის აღმატებული დღესასწაული საქართველოსთვის და მეც მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით ანდრიებმა. აი როგორი მადლია, რომ თან ისვენებთ ამ დროს, არ მოგიწევთ გასტენა და შეგიძლიათ მიხვიდეთ და მადლიერება გამოხატოთ და ანდრიაობის დღესასწაულს ზიარებით შეხვდეთ. მინდა ბოლოს გითხრათ, რომ ანდრია მოციქული, ჩემო ძვირფასებო, ისევე როგორც დანარჩენი სხვა მოციქულები, ერთი მოციქულის გარდა ამაზე მერე მოვყვეთ, ასევე ჯვარცმით და დასაჯეს სიკვდილით. ანუ ისინიც მოწამეები გახდნენ. ანდრია მოციქულით მოწამე არის, ანუ ჯვარზე გააკრეს, ესე იგი როგორც ქრისტე აღესრულა ჯვარზე, ანდრია მოციქულიც აღესრულა ჯვარზე და კიდევ ვიმეორებ, ეს არის ჩვენთვის დიდი სიამაყე და ჩვენ საქართველო მთელი ერი ზეიმობს 12 ესე იგი მაისს ანდრიას დღეობა. ანუ ანდრიას ეს ითვლება, რომ ანდრიამ რომ მოაქცია საქართველო იმის დღე არის. მისი გარდაცვალების დღე სხვა არის. ეს 13 დეკემბერია. მისი გარდაცვალების დღე. ამ დღესაც, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკლესია წირვალოცას აღნიშნავს და დიდი პატივით და დიდი, ესე იგი, რუდუნებით და სიყვარულით ეფერება აი ამ დიდ მოციქულს. მამა ანდრია, მამა ზაქარია, აი მამა ანდრია მეთქვა. და მე ვიდეოს ავამზადე. აი მამა ანდრია. აი მამა ანდრია ქალყოს. ეს არის ანდრია მოციქული ბავშვებო, აი ხატი ცხელში უჭირავს ჩანს ალბათ, ხო? და ეს არის ის აწყურის ხატი, რომელიც ჩამოაბრძანა, ნახეთ? ის ხატის ასლი ჩანს? დიახ, ეგ არის აწყურის თიშობელი, დიახ ბავშვებო, ჩანს მამა. ხო, ეს არის რომელიც ჩამოაბრძანა. ესე რომ ეს ხატი უჭირავს თვითონ ანდრიას ხელში, ახლა სხვა განსხვავებულ ვარიანტია, მაგრამ რო იცოდეთ, ეს არის იმ ხატის ზუსტი ასლი, რომელიც ახლა ამჟამად როგორც გითხრათ, ლექსო არის ხელოვნის მუზეუმში და მინახავს ადგილზე და უნიკალური ხატია ძალიან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ რამხელა მადლია ის, რომ ამდენი საუკუნე, პირველ საუკუნიდან დღემდე არსებობს ჩვენ ქვეყანაში და ეს არის იმის ნიშანი, რომ ის არტოვებს ჩვენ ქვეყანას და პირიქით მეტიც შეეწევა ყოველთვის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს და ბოლომდე დაიცვას მართლმადიდებლობა. ეს არის მნიშვნელოვანი
ეს გვაძლიერებს ჩვენ ამით ვართ დღემდე რომ ვარსებობთ, იმიტომ რომ წესით, კანონით თუ რა ვიცი, სხვადასხვა მიწიერი შეხედულებებით წესით ჩვენი ქვეყანა არ უნდა არსებობდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ ერთი ცოტანი ვართ რაოდენობრივად და შემდეგ არავის მიმართ არ გვაქვს ესე თქვა იმხელა ძალაუფლება, რომ ვიღაცას თუნდაც ომით მოვერიოთ, ეხლა აღარა გვაქვს ის შესაძლებლობები, თქვა, როცა ქონდა დავით აღმაშენებლის დროს ან სხვა დროს. ამიტომ ჩვენი თავარი ბრძოლა არის გადის რაზე, რომ ჩვენ ვიბრძვით სულიერად, ჩვენ ვიბრძვით ლოცვით, ჩვენ ვიბრძვით ზიარებით, ჩვენ ვკიცდებით ღმერთით და ღმერთი ჩვენს გასაკეთებელს აკეთებს მერე ყველაფერს, რომ ჩვენ დაცული ვიყოთ. და დედაღვთისმშობელი გვიცავს, როგორც რა ვიცი, ყველანაირი განსასწრებით. ასე რომ ეს ძალიან დიდი დღესასწაულია, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისი იმისა, რომ შემოვიდა ღვთის მადლი და გავიცანით იესო ქრისტე, გავიცანით სარწმუნოება, მანამდე ჩვენ ყველა წარმართები ვიყავით, ასე კერპთაყვანისმცემლები, ასე ვთქვათ, ყველა საქართველოში არა მცირე რაღაცა ნაწილმა იცოდა, რომ არსებობდა ღმერთი, ესეც ებრაელების მხრიდან შემოტანილი, ასე ვთქვათ, ინფორმაციიდან გამომდინარე, თუმცა ყველა ქართველი მაშინ წარმართი იყო და აი ანდრიამ პირველი წესრიგი დათესა ქრისტიანობის საქართველოში და რამაც გამოიღო დიდი ნაყოფი, ასე ვთქვათ, რასაც შემდეგ წმინდანი მოყვა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ სანამ გამოცხადდებოდა სახელმწიფო რელიგია, თქვენ იცით ეს უბრალოდ გიმეორებთ ახლა, სანამ გამოცხადდებოდა სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა, ეს მოხდა 326 წელს. მანამდე ჩვენ ვიცით, რომ 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკვე ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე ყავს იქ, ანუ წარმომადგენლად. მე ამას იმიტომ გიყვებით, რომ დასავლეთ საქართველოში არსებობდა უკვე ქრისტიანული კერები პირველივე საუკუნიდან. და შესაბამისად ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ თუ ეპისკოპოსი იყო უკვე და პირველ საეკლესიო კრებაზე თან მიწვეული იყო, იმდენად მნიშვნელოვანი კრება იყო ეგ და იმდენად აუცილებელი, ასე ვთქვათ, და გამოდის, რომ საქართველოს ეკლესიას გარკვეული გავლენა ჰქონდა მაგ დროს სხვა ეკლესიებთან მიმართებაში, ხო, იმ კუთხით, რომ არსებობდა, იცოდნენ და შესაბამისად იმიტომ მოხდა მისი მიწვევა პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე. ასე რომ დიდი ხნის დაარსებული იყო, დიდი ხანი იყო უკვე, რომ მიდიოდა წირვა-ლოცვა საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში არ იყო იმდენად, ასე ვთქვათ, ბოლომდე ქრისტიანობა და ამის შემდეგ მოხდა სწორედ წმინდა ნინოს შემოგზანება საქართველოში, ჩვენ ვიცით ეს ისტორიებიც და შემდეგ უკვე მაგას მოყვა 13 ასურელი მამა და საქართველო არასოდეს არ დაუტოვებია ღმერთს, დედაღვთისმშობელს შეწევნის და დახმარების გარეშე. ანუ ყოველთვის შეეწეოდა და ყოველთვის პარველობდა. და დღესაც ასეა, დღესაც ბევრი, ასე ვთქვათ, სულიერი მამა არის დღეს საქართველოში, ბევრი ჩვენი უწმინდესიც რამხელა დიდი მოღვაწეა. ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, როცა თანამედროვე ცხოვრებაში ცხოვრობს ადამიანი და მის გარშემო რაღაც ხდება, რთული აღიქვას მისი სრული, ასე ვთქვათ, მნიშვნელობით ის რაც ხდება. მე ვაფასებთ ხოლმე რაღაც გარკვეული წლების მერე, ან როგორ დაიცვლება ადამიანი. სამწუხაროდ ასეთი ადამიანის ბუნება. და მე ისი თქვა მინდა ამით, რომ ჩვენი უწმინდესი და უმეტარესი ილია მეორე, რომელმაც ეპოქა შექმნა, მას ხშირად აღნიშნავს ყველა და უნდა ვიცოდეთ, რომ მართლაც ესეა. 70 წელი საქართველო იყო აი კომუნისტების ტყვეობაში და ასე ვთქვათ, ანგრევდნენ ეკლესიებს, წვავდნენ ეკლესიებს, კლავდნენ სასულიერო პირებს და ასახლებდნენ ადამიანებს, ვისაც ქრისტიანული ცხოვრება ჰქონდა და ანუ ართმევდნენ რუსებმა წაგვართვეს ფაქტიურად სამყარო, სამშობლო, გითხრათ თქვენ ახლა ლექსომისიც, რომ ავტოკეფალია, ანუ დამოუკიდებლობა, ეკლესიის დამოუკიდებლობა, როცა რუსეთის ეკლესია როგორც ასეთი არ არსებობდა საერთოდ და საქართველოს ეკლესიისგან ისწავლეს ყველაფერი და შემდეგ დაარსდა, ანუ კიევის რუსეთის არსებობდა მხოლოდ და არა ახლანდელი მოსკოვის რუსეთის
და ეხლა უკვე ის ზეწოლის და ასე ვთქვათ ჩაგვრის ნიადაგზე ჩვენ ჩამოგვაქვეითეს ქვემოთ, ეს არის უკვე საშინელი ზეწოლის გამო მოხდა ესე, ჩამოგვაქვეითეს და თვითონ რაღაცა წინა ადგილზე გადაინაცვლეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება რიგითობით ვიღაცამ წინ დადგეს, ეს აპარტამან ადამიანებს ჩვევია და აპარტამან ერებს, მაგრამ ჩვენი ადგილი გვაქვს ყოველთვის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში და ის ადგილი იცის ღერთმა და ვიცით ჩვენ ყველა. ამიტომ ჩვენ არავის არ ვეჯიბრებით, არავის წინ არაფერი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ერთი რამე, რომ გვინდა რომ ყველა ადამიანი იყოს ქრისტეს სარწმუნოებაში გაერთიანებული და ეს არის მთავარი მიზანი და ეს იყო მთავარი მიზანი ანდრია პირველწოდებულის შემოსვლისა და ყველაზე დიდი თანადგომა რაც მისგან ასე თქვა ანდრიას ჰქონდა ეს იყო დედაღვთისმშობელი. დედაღვთისმშობელი მას დაყვებოდა ყველგან. ეს იმას არ ნიშნავს რომ დედაღვთისმშობელი ფიზიკურად არ წამოვიდა ჩვენთან, ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ჩვენთან არ იყო. ის ჩვენთან იყო იმ დღიდან, როცა ანდრიას შემოდგა ფეხი და წამოიყოლა ეს ძვირფასი ხატი. ხო, ეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც გითხრათ ლექსო მასწავლებელმა და ეს ნიშნავდა იმას, რომ მე მარად შენთან ვიქნები და ყოველთვის არ ყოფილა მომენტი, რომ დედაღვთისმშობელს საქართველოს დაეტოვებინა. შემოდგა ფეხი და იმის მერე სულ საქართველოშია. მაცხოვრის ზეცადამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინსად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს წილად ივერია ხვდა. ახლოვდებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ მის ნაცვლად ანდრია პირველწოდებული წარევლინა მისცილ ხვედრ ქვეყანაში და თან მისი ხელთუქმნელი ხატი გაეტანებინა. ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობელმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა. შემდეგ ფიცარი მოითხოვა. მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი და ყრმა იესოს ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა წმიდა ანდრიას გადასცა და დავოცა იგი. წმიდა ანდრია მოციქული ღვთისმშობლისაგან კურთხევის აღების შემდეგ წმიდა სვიმონ კანანელთან ერთად ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა. მოიარა ტრაპიზონი, დიდაჭარა, ეგრისი და ყველგან საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანულ სარწმუნოებას. მოციქულმა ქართლში მღვდელნი და დიაკონი დაადგინა, ხოლო პირველი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე ააშენა. ქართლელებმა მოციქულს სთხოვეს მცველად ღვთისმშობლის ხატი დაეტოვებინა. წმიდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმიდა ხატს და ღვთისმშობლის სახე მეღვსეულად გამოისახა მასზე. ხატი კი პატივით დაასვენეს ეკლესიაში. ქართლიდან წმიდა ანდრია სამცხეში გადავიდა და სოფელ ზადენგორასთან გაჩერდა, სადაც ლოცვით წარმართული კერპი დაანგრია. შემდეგ მოციქული აწყურში გადავიდა, სადაც ადგილობრივები არტემისსა და აპოლონს ცემდნენ თაყვანს. იმ მხარეს ერთი ქვრივი ქალი სახელად სამძივარი განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაება და ტირილი. რომ დაღამდა, ციხიდან გამომავალი დიდი ნათელი იხილეს. სამძივარს აუწყეს, რომ ციხეში უცხო ტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ. აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. მკვდართა აღმადგინებელიო, მოესმა თუ არა სამძივარს, მონებს წმიდა ანდრია მოაყვანინა.
ატირდა ქვრივი, შეევედრა მოციქულს, ელოცა და მკვდრეთით აღედგინა მისი მხოლოდ შობილიძე. თუ ერწმუნები იესო ქრისტეს, რწმენის მეოხებით ყოველივე მოგეცემა, უთხრა წმიდა ანდრიამ. ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი. მაშინ მოციქულმა წმიდა ხატის სხეულზე დაასვენა მიცვალებულს და ილოცა. ყრმა თითქოს ახლა გაიღვიძაო, საღსალამათი წამოდგა ფეხზე. გახარებული დედა მუხლებში ჩაუვარდა წმიდა ანდრიას. მერე კი თავის სახლეულთან ერთად ნათელი იყო. ხალხით გაივსო სოსანგეთი. ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა. დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი. იესო კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ. შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში და დავაბრძანოთ თქვენს ღმერთებს შორის, შესთავაზა მოციქულმა. დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცველნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი. ასეც მოიქცნენ. დილით, როცა საკერპო გააღეს, კერპნი დამსხვრეულნი ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა, მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველამ ერთხმად ადიდა ქრისტიანთა ღმერთი. წმიდა ანდრიამ ასწავლა ხალხს ქრისტეს ჯული. დაუდგინა ეპისკოპოსნი, მღვდელნი და დიაკონნი. მერე კი გზის გაგრძელება გადაწყვიტა. მესხნის შეევედრნენ, ყოვლა წმიდა ღვთისმშობლის ხატი მათთვის დაეტოვებინა. მოციქული დაჰყვა მათ თხოვნას. წმიდა ანდრიამ მოციქულებრივი სვლა განაგრძო, ხოლო წმიდა ხატი ივერიაში დაემკვიდრა. წმიდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს. აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა. დაინგრა აწყურის საყდარიც. მაგრამ მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდნილიყო და ქუდივით დაფარებოდა წმიდა ხატს. მეოთხე საუკუნეში საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ ჰასანი შემოესია. დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. ირანს ღვთისრისხვა დაატყდა თავს. ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ხოხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა. ყაინის მრჩევლები მიხვდნენ, რომ განსაცდელი აწყურის ღვთისმშობლის ხატიდან მოდიოდა. რადგან საქართველოდან ირანისკენ მიმავალთაც არაერთი საოცრება იხილეს მისგან და ამიტომაც გადაწყვიტეს. ეს რისხვაც უეჭველად ხატისგან მოგვევლინა. სჯობს მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათო. იპოვეს ხატი, უხედნელ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ღვთის განგებით ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს და იქმნა დიდებული სასწაული. განათდა, გაბრწყინდა მთელი სამცხე. მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანისცეს წმიდა ხატს. გავიდა 2 წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია. ყაენმა ხატის სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა. მოიპარა ხატი, თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო. მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა: თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო. იგი ფრიად შეშინდა და მსწრაფლ წამოვიდა აწყურში.
ჩამოაბრძანა ხატი და გადასცა მაშინდელ მთავრებს, ყვარყვარესა და მანუჩარს. მათ თაყვანისცეს და აღიხვნეს და წარმოასვენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასვენეს საყდარსა თვისსა აწყურისასა. ხელთუქმნელად ფიცარსა ზედა აღმტვიფრველო უბიწოისა პირისა შენისაო, რომელაც ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლადწმიდისა აწყურისა ღმრთის მშობელისა, ისმინე ვედრება ჩვენი შენ, ხატად ზეცისა წოდებულო და გვიხსნენ ჩვენ ყოველთაგან განსაცდელთა მრავალმოწყალე. ქრისტე ახლა ეს მაინდა მე ვცხოვრობ შაშიანში და დავდივარ შაშიანის საჯარო სკოლაში და მყავს სამი დედმამიშვილი, მთლიანობაში ვართ 4, 2 ბიჭი და 2 გოგო. სახელი უთხარი? რა ქვია სახელი? როგორ? რა ქვია პატარა სახელი? მათე. მათე. ელენე მათე, ამას ლამაზი დაყავს კიდე ერთი, ელენეს აგავს ძალიან. ნინო და გიორგი. გიორგი უფროსია? დე. ეგი სხვა რა ჭიდაობაზე რო დადის? არა. ხო. მამიკო არის ტიქაროსანი, ხო შენი? დე. ოჩა, აი თან ტაძარში დადიან, მამაო, საოცარი ოჯახია ეს და ელენე, შენ რომელი საგანი გიყვარს ახლა სკოლაში? მათემატიკა, ქართული და გეოგრაფია. კაი ნიშნები ყავს? გიყვარს სწავლა? კი. ოჩა. ელენე, მოდი ახლა შენ გითხარი, შენი საყვარელი წმინდანი ვინ არის? ალბათ მაინც წმინდა გიორგი, რადგან ყველაზე დიდი სასწაულები აღადგინა. შაშიანში რისი ტაძრები გაქვს, ელენე? ღვთისმშობლის ტაძარი და წმინდა გიორგის. წმინდა გიორგის სხვაგან არის? მე რომ მოვდივარ სასაფლაოებთან. ზევიფარი ესე იქ, ხო? ძალიან კარგი. ელენე, აბა გითხარი, შენ სკოლაში რა ხდება, კლასში რა ხდება, რომელ კლასში ხარ? გაგვაცანი ერთი. მე ვარ მე-7 კლასში და სხვათა შორის ანასტასია ბიცკინაშვილის ჩემი კლასელია და ერთად დავდივართ ხოლმე ნინო მასწავლებლის გაკვეთილებზე და ძალიან გვყვარს ნინო მასწავლებელი. ოქრო გოგო ხარ. დიდი მადლობა, აი ელენე ყველა მაგარი ყავს ჩვენ და ძალიან კარგი არის, რომ მე მინდა რომ ერთმანეთი გაგაცნოთ, აუცილებლად მოვხდებით ერთად და აი ეს არის სასწაული გოგო ეს. ვარდოსანიძე ხარ თუ ვარდოსნიძე? ვარდოსანიძე. ხო, იქ არის გამორჩენილი და მე ჩაარწორე, იმიტომ რომ ვარდოსანი, ესე იგი ვარდოსანი ხარ. ვარდივით რამაზი გოგო ხარ და მართლაც ხარ ასეთი და დიდი მადლობა ჩემო საყვარელს. მაინტერესებს სამშობლოს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე. რატომ არ შეიძლება მოტყუება? ამაზე ვთქვით. ეხლა ეს ალბათ შემთხვევით არ დამიხატი. მე სახელი არ ვიცი, მაგრამ გვარი მირიანაშვილია, ვინც ეს პატარა მოთხრობა დაწერა. ეხლა აქ რა ხდება? აი სამშობლოს სიყვარულზე ვამბობ. ნავშის ხედან თავადი, ვაჭარი და გლეხი. და მიდიან მოკლედ სადღაც. ეს მენავე ამავე დროს არის მებადური, ანუ თევზის ჭერა იცის. არ და მენავეს ევალება, რომ ეს ხალხი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაიყვანოს, ხო მართალია? მაგრამ ეხლა ნახეთ დუნება, აი რაც იუდას რო დაემართა, რომ ფულის გამო თავისი მოძღვარი გაყიდა, ამ მენავემ დაინახა ზღვაში თევზი. და როგორც იტყვიან, სულმა წაძლია. არა და ეს კი იყო, თევზის ჭერა კი იცოდა, მაგრამ ამ დროს თევზის ჭერის დრო არ იყო. ამ დროს სხვა საქმე ჰქონდა, ესენი უნდა გადაეყვანო, ხო მართალია?
მაგრამ სულმა წაძლია. დაიწყო ამ თევზის დაჭერა, იმდენი ამოვიდა ამბადეში, რომ ვეღარ ამოაქვს. და უკან ჩავარდა თვითონ. ჩაყვა იმბადეს. ვერ ამოიტანა, მოკლედ და იმაში ჭიდაობაში, რომ თევზები ამოეყანა, დახარბდა. თვითონ გადაყვა ამბადეს და წავიდა. ეხლა ამათ ეხა არ იციან ეს ნავისის, მაგრამ აქ ნაპირიდან უყვირიან, აქ კლდეა და კლდეს დაეჯახებიან საცაა და ნაპირიდან ხალხი უყვირის. აიღეთ ნიჩაბი და მოუსვით, რომ გვერდზე წავიდეს. გახსოვთ ტიტანიკი რომ დაეჯახა აისბერგს, რომ ჩაიწყო. აიღეთ ნიჩაბი, მოუსვით, რომ გადარჩეს და ეს თავადი ფიქრობს. ეგღა მაკლია ეხლაო, რომ მე ავიღო ეს ნიჩაბი და როგორ მეკადრებაო ეხლა. ადე კიდე თქვენ მოუსვითო, მე თავადი ვარ, დიდებული ადამიანი ვარ. არა იყო. ეხლა ვაჭარს უყურებენ, იქნება მან მაინც აიღოს. ვაჭარი ფიქრობს. მე თქვენაირებსო დღეში 40 ვიყიდი და გავყიდიო. მე რატო უნდა ავიღო? ადე კიდე თქვენ აიღეთ. ეხლა გლეხზე დარჩა ჯერი. გლეხი ფიქრობს. ყველგან მეგემსახურები და აქაც თუ მეგემსახურო, თქვენ როდისღა უნდა გაიჯერთო და არც იმან არ აიღო. წავიდა და ბოლოს კლდეს დაეჯახა ეს შენი ნავი. ესენი ჩაცვიდნენ. ეხლა მოდი დავფიქრდეთ. პირველ იმაზე დავფიქრდეთ, რომ ამ მენავეს თავისი საქმე რომ გაეკეთებინა პირნათლად, ხო ყველანი გადარჩებოდა. აი ჩვენ სამშობლოს სიყვარულზე ვლაპარაკობ. ჩვენ სამშობლოში ყველამ რომ ჩვენი საქმე პირნათლად ვაკეთოთ, გადავრჩებით. მე როგორც მღვდელმა ჩემი საქმე უნდა ვაკეთო. სხვამ როგორც ექიმმა თავის საქმე უნდა აკეთოს. ვიღაც მხატვარია, იმან პატიოსნად აკეთოს თავის საქმე. ვიღაც სპორტსმენია და ყველა თავის ადგილზე რომ გაისარჯოს და თუ ვინმეს განკითხვა უნდა, ხოლო თავისი თავი განიკითხოს, აი ეგ არის ჩვენი გადარჩა. მაგრამ ეხლა მეორე მხარე, ასენი რას აკეთებს? მე თუ დავიწყებ, რომ ის ექიმი ამას რაც უნდათ აკეთებს, ექიმი მხატვრისკენ გაიშვერს ხელს, ის ვიღაც მომღერალისკენ, ის სპორტსმენისკენ, ვიღაც ჩემსკენ. გამოარო რა, არავინ ჩვენ საქმეს არ ვაკეთებ და ყველა სხვის საქმეში ვართ ბრძენი და ყველანი ვიღუპებით მე. და მე არის ესეთი რაღაცა. შენ შეიძლება რაღაცა საქმე არ გეხება, მაგრამ თუ დაუშვათ, ეხლა აი ქარმა დაუბერა, ქარიშხალი არის მოკლედ წყალი ჩამოდის. ჩვენ ამ შენობაში ვართ ყველა. წყალი ჩამოდის. ეხლა ვინც იცის სახურავის შეკეთება, დაუშვათ ის აქ არ არის, ვერ ვიპოვეთ. რა ვქნათ ეხლა ვისხდეთ და როგორ ჩამოდის წყალი უყუროთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ეგარ გვეკადრება? უნასცადო, ადექი და რაც შეგიძლია გააკეთე. კი ბატონო. ეხლა დაუშვათ, აი ვიღაცა პურს აწყობს. გარდაიცვალა ეს მეპურე. რა ვქნათ ეხლა მშივრები დავრჩეთ, ვიღაცამ ხო უნდა ისწავლოს პურისგან. და მაგაშიას არ უნდა ითაკილოს ადამიანმა რაღაც საქმისკენ. თუ არ გამოვიდა მეორეთის და ანუ მერისი თქმა მინდა იცით რომ შევაჯამო. ერთი ის რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მაგრამ მეორე ის რომ თუ ვიღაცა ვერ აკეთებს თავის საქმეს და ჩვენ შეგვიძლია რომ მივეხმაროთ იმ საქმის გამოსწორებაში, არ უნდა ითაკილო. არ უნდა ითაკილო და არ უნდა თქვა რომ მე ამას ახლა არ გავაკეთე, მე ამას როგორ ვიცით? ანუ ჩვენ ერთგვარი ამპარტავნება გვაქვს. ჩვენ ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? არა და ჯობია თავი დაიმდაბლო და რაც შენი სამშობლოსთვის უკეთესია, ის გააკეთო.